ვიზუალიზაცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ უშედეგო, არამედ საზიანო თუ ის სწორად არ იქნება გაკეთებული. ზოგადად რა არის ვიზუალიზაცია და რას აკეთებს ის, ხო? მე პირადად გეტყვით იმას, რომ მომხრე ვარ დაისახო მიზანი და ამ მიზნისკენ ნაბიჯები გადავდგათ. თუმცა ვიყენებ ხოლმე მსგავს პრაქტიკებს, იმიტომ რომ ეს უფრო აჩქარებს პროცესს და ხდის. როგორ ვაკეთებ, რა არის ვიზუალიზაცია? წარმოდგენა, წარმოსახვა გონებაში იმ სიტუაციის, იმ მომავალი სიტუაციის, რომელიც გვინდა რომ მოხდეს. და საკუთარი თავის ისეთის წარმოდგენა, როგორიც მინდა რომ გავხდე. იმისათვის რომ ვიზუალიზაცია იყოს შედეგიანი და იყოს უფრო ეფექტური, სწორი, აუცილებელია ჩართოთ ემოცია. უნდა ჩავთოთ ჩვენი ხუთივე შეგრძნების ორგანო. მაგალითად, ეს იქნება კინესთეტიკა, ანუ შეხება, ყნოსვა, სმენა, ხედვა. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი დეტალებში აღვიქვათ და რაც მთავარია, ვიგრძნოთ ეს ემოცია, იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ პრაქტიკაში იქნება ეს ვიზუალიზაცია თუ სურვილების ფურცელზე დაწერა, მთავარი სწორედ ემოციებია. ხანდახან ხდება ისე, რომ რაღაცას წარმოვიდგენ, თითქოს კარგ ლამას წარმოვიდგენთ, ხო? მაგრამ ამ დროს შიში გვეუფლება, ან რაღაცაში ფოთვას ვიწყებთ. შესაბამისად, უფრო მეტი შანსია, რომ ახდეს ისეთი სიტუაცია, რომელიც სწორად ამ ნეგატიურ ემოციებს გაგვაცდებინებს. შემდეგი მეორე მომენტი არის უკვე ზელანდის მიხედვით, როდესაც ვიზუალიზაციის დროს წარმოვიდგენთ არა პროცესს, არამედ საბოლოო შედეგს. მაგალითად, ჩვენ არ ვიცით ხომ, რა იქნება საუკეთესო და ყველაზე მარტივი გზა ამ რაღაც მიზნის მისაღწევად. როდესაც პროცესს წარმოვიდგენთ, ვიწყებთ რაღაც სირთულეების ძიებას, ან მერე ლოგიკას მივყვებით ხოლმე და ვიტყვით, რომ ეს შეუძლებელია და რა თქმა უნდა ვიხევთ უკან. ასევე თითქმის ყველა ჩემ ვიდეოზე, მსგავს ვიდეოზე ვაწერ, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანებზე გაკეთება ასეთი პრაქტიკების და ან სხვა ადამიანების ნაცვლად.